გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება. აუცილებლად პროტესტი. ტყუილია რომ პოლიციას ვხლით. ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ. ვინც ისვენებს არ გამოხავთ. არ სჭირდებათ. მით უფრო ახლა. ყველა პოლიციაში შეყარეს. თუ გამოიყვანენ, იმხელა პრემიას მისცემენ დამიჯერეთ, ბედნიერია. გრძელვადიანი თამაში ბიძინასია. ეგ იცის და ეგაა მისი ძლიერი მხარე. იქ სადაც სპონტანურობა იყო, შეხედეთ რამდენი შეცდომა დაუშვა. ძალაუფლებასაც გადაამეტა, ჭავლსაც და ხარებასაც. ძალიან ხილული იყო მისი პანიკა. ადამიანს, რომელსაც 2 კრედიტი ჯარიმის გადასახდელად უკვე აღებული აქვს, ფონდები დაუხურა. მესამე კრედიტს ფიზიკურად ვერ აიღებს. თუ მოუნდება, ადმინისტრაციული 60 დღე გახადა. ნებისმიერ აქტივისტს, რომელიც ხმაურობს, ეტყვის, რომ თავზე ქუდი არ ახურია და გაარიდებს. გაიხსენეთ, აღდგომას ხალხი ბორდი უზედგომისთვის დააკავეს. ანუ, გრძელვადიანში რომ მოიგოს, კანონებიც მოირგო. ზოგადად შეხედეთ სურათს, მათ და ჩვენ და ხილულია ვინ დაიყალა. იქეთაა ყველაფერი, ფული, ძალაუფლება, უმორალობა. აქეთაა პატრიოტიზმი და სოლიდარობა. აი ამ უკანასკნელს ჯერ ვერაფერი მოუხერხა. ერთადერთი რაც ამათ ხლით, სანქციებია. თუ გულს მოგფხანს, დავწერ რომ გამოვიდეთ, მაგრამ მე გამოფიტულს სხვა ადგილებს ხვედავ. ეს რეალობა უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ. ახლა სადღეგრძელოების დრო არაა, მოქმედების დროა და ამიტომ ვიცოდეთ, რა რესურსი გვაქვს და რა შეგვიძლია. წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.